58 წელი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მუშაობს საქართველოს რკინიგზაზე. დავიბადე 1940 წლის 15 აპრილის ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყე ქუთაისის სალიანდაგო დისტანციაში. 61 წელს გამოცდები ჩავაბარე თბილისის ელიავა სახელობის ტექნიკუმში, ობლად ვიზრდებოდი ოჯახს არ ქონდა საშუალება ჩემი შენახვის. ამიტომ გადავიდა საბუთების დაუსწრებელ განყოფილებაზე და მუშაობა დაიწყე თბილისის სარგმოდო დებოში. სინგლის თანამდებობაზე. გავხდი თანაშემწე, მემანქანე ინსტრუქტორი, დებოს უბრალოდ მოადგილე და ამ ხნის განმავლობაში მუშაობდი, სანამ არ მომიწია საპენსიო ასაკი. საპენსიო ასაკის შესრულების შემდეგ მუშაობა დაიწყე ტექნიკური დათვალიერების სამგროს ცეხის უფროსად, რომელსაც მუშაობ დღემდე. ბედნიერი ვარ იმით, რომ დღესაც მაქვს საშუალება ვიმუშაო და ჩემი გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდებს. ძალიან კარგი ახალგაზრდებია, კარგი მომავალი აქვთ და მუშაობთ ერთად კოლექტივში ხელხილ ჩაგედებული. რკინიგზაში ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი ახალი ტექნიკა შემოვიდა. გასაჭირი აღარ არის ესეთი ელმოვლები, ახალი ელმოვლები მივიღეთ. ტექნიკურად უზრუნველყოფილად 90%. ყველაზე რთული პერიოდი იყო 90-იან წლებში, როდესაც კუპონი გაუფასურდა, სამუშაო არ იყო, ნახევარგანკვეთზე მუშაობდი და ვიჭირდა ძალიან. იმ დრომდე ისეთ მზომავდი მისვლად, რომ ბოთლები ჩამივარებია პური საყიდად რა. რომ პური მეყიდა ოჯახი შემენახა, მაგრამ წარმოება არ დამიტოვებია. ყველაზე კარგი პერიოდი იყო ის, როდესაც ჩემი შრომა დაფასდა. დამაჯერდოვეს ქალთა მეგობრობის ორდენით, საპატიო რკინიგზით, მყავს ოჯახი, ცოლ-შვილი, ორი შვილი, 4 შვილიშვილი. შვილები მუშაობენ ჩემთან ერთად წარმოებას რკინიგზის დებოში. ხალიშვილი არის ხელფასების ბუღალტერი და ბიჭი მუშაობს ცეხში შემკეთების ზეინგლად. ჩემი მთავარი მიზანია და სურვილია ყოფილიყო მშვიდობა. დიდხანს ვიცოცხლო და ჩემს ოჯახთან და ჩემს შვილებთან ერთად ვიცხოვრო.